გამომშვიდობისა პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი. მე ვარ ჟურნალისტი ნინო რატიშვილი და თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას ღამის სტუდია. დღეს ჩვენ ისეთი სტუმარი გვყავს, რომელსაც ყველა იცნობთ. სტალინის საერთაშორისო საზოგადოების თავმჯდომარე ბატონი გრიშა ონიანი. მოგესალმებით ბატონო გრიშა. დიდი ხანია ჩვენთან 1 წელზე მეტია არ ყოფილხართ. მოგვანატრეთ თავი, მინდა გითხრათ. ბატონო გრიშა, რამდენიმე დღის წინ გავეცანით თქვენს პუბლიკაციას. ბრიუსელთან დაკავშირებით და ევროპასთან დაკავშირებით. და მას 2 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა სხვა შორის. 2 მილიონი ნახევრამდე. და კომენტარების უმრავლესობა თქვენ გეთანხმებით. მე მაგალითად ყველაზე ძალიან ამომეწონა, იცით, იმ პუბლიკაციაში, სადაც თქვენ წერთ, რომ აი შექსპირი და გოეთე გერმანელებზე და ინგლისელებზე უკეთესად ჩვენ ქართველებმა ვიცითო და გეთანხმებით სხვათა შორის ამაში. კი, კაცო, ჩვენ ადრე დავიცოდით, უფრო კარგად და ეხლაც. კი, ეს ცოტა ისეთი რიტორიკული ნათქვამია, მაგრამ ნამდვილად გეთანხმებით. ბატონო გრიშა, აი როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ამდენი ნახვა ამ პუბლიკაციის და ამდენი ადამიანი, რომელიც გეთანხმება? მე სხვადასხვა ძალიან გაკვირებას ავარ, რომ რა გუმართებს ჩვენ ასეთი ამ ევროპისათვის, რომ ვერ გამოვედით ამათ წყალებიდან რა, აი რა გუმართებს რა, წევრები ვართ, რამე ხელშეკრულებაზე გვაქვს მოწერილი, ჩვენ რას გვეუბნება კაცო და ასეთი ზეწოლის ქვეშ არაფერი ვალდებულება არ აქვს ჩვენ ევროკავშირის წინაშე. თუმცა გვაქვს იმიტომ რომ ჩვენ ასოცირებული წევრები გვაქვს და წევრები ასოცირებული ხარ თუ რა ხარ ჯერ ევროკავშირში არ ხარ და არაფერი ვალდებულება არ გაგაჩნია შენ მაგათი და რას გვენაჩალიკებიან რა უნდა ჩვენგან რა შეიძლება გადო ბიჭი გაუშვა დილას სკოლაში და მოგივიდეს გოგო შეიძლება ეგეთ რამე არა არ შეიძლება თქმა უნდა ეს თქვა თვითონ მე მოვისმინე ჩემი ყურით იქედან რა ბრიუსელიდან და გამოდის ეს ინგა გრიგორია და ეხა უგონებენო კაცო მაგას როგორ შეიძლება ესო როდის უთქვიათ მაგათ კაცო მე მგონი ბავშვი ვიყავი როდესაც პირველად მივედი ინგასთან კაცო და კიდევ იქ არის რა და კიდევ აბოლებს ამ საზოგადოებას. მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, აი ეხლაც ამ ბოლო სულ ცოტა ხნის წინ იყო ამაზე საუბარი, რომ ბავშვები ნებისმიერ ასაკში თავისი სურვილით შეძლებენ. ხო, შეიძლება მე იმ ქვეყანაში რომ შევიდეს ქრისტიანული ქვეყანა და საქართველოს, რომელიც 100,000 მოწამის ქვეყანა ვარ, რომ ხაზზე არ დააბიჯა ქართველმა კაცმა ღვთისმშობლის ხაზს. ხო და ამ ქვეყანას ეძალების შედა ძალის პოზიციებიდან ელაპარაკები რომ ქრისტიანობა გადააგდებს. როდესაც 2000 წელიწადია ჩვენ ქრისტეს ჯვარს ვეზიდებით და მოგვაქახამდე რა. და ქრისტეს სამჭველი გვაქვს და რაღაცა ისა გვაქვს სოფლიოში. რა თქმა უნდა. ბევრ სახელმწიფოზე ადრე გავხდით ქრისტიანები. არ შეიძლება ასე, არ შეიძლება. ერთი შავიზღვისპირეთში იშველებდა სტალინი და კარტოფილი შემოუტანია ამერიკის ელჩს. როგორ შემწვარი თუ? არა, 40 კილოგრამი კარტოფილი შემოუტანია რა, ვითომ ახლა რუსეთში კარტოფილი არ არის რა. რუსეთში შემოუტანია ელჩს. ხო, ელჩმა შემოიტანა კარტოფილი და ახლა იქ ელჩია რაღაცები იქედა და ასე და მისწერა იქ კაგანოვიჩმა ისა შავიზღვისპირეთში ჩორიჩკაზე რომ ასე მოხდა და რაღაცები ხო ნოტა გავგზავნე და გავუშვით აქედან ელჩი მოშორდა აქედან მეორე შემთხვევა მოწერეს რომ მეეზოვეს ეჩხუბა ვიღაც თანამშრომელი ისა საერთოდ ხო ვიღაცა მგონი ამერიკის საერთოდ რიგი თანამშრომელი ეჩხუბა ვიღაცა მეეზოვეს რომ ალბათ კარგად ვერ დაგავა არ რაღაცა რა ვიცი მე ჩხუბი კამათი ეხა ეჩხუბა რა ჩვენებისგან დაამტვირეს და როგორო
როგორ საბჭოთა მოქალაქეს ამერიკელმა ისა საბჭოთა მეზობელს როგორ შეიძლება ესა სტალინის ვინ უთხრა მოაშორეთ და გააგდეს ის თანამშრომელი ეკეთ სტალინის ვინ უთხრა ხა მეზობელს ამბავ მოწერეს კაც ოფიციალურად მისწერეს აქედან რა მოსკოვიდან ჩორჯის კაც ხოდა ასე იყო კაცო რომ საერთოდ მე ამბობდა რომ ეს დასავლეთის პეტიტი ჩვენ ამ რუსეთს მოახია პეტრე დიდმა რა დიდი კი არაფერი არ იყო ის კაცო რა დიდი იყო მუხრებზე ედგა დასავლეთს რა პეტრეს მაინც რა ვიცი ბევრი რამ რუსეთის ისტორიიდან და განვითარებიდან მასზეა დამოკიდებული ბალტიის ძლივს ესე იგი შიდის კეპცევი მთები მაქვს შესხმული აი ეს ერთი წელიწადია აქამდე რაც იყო მაგრამ 19 აპრილს გამოვიდა შარშან ისა ბიზნა ივანიშვილი და საქართველოს მომავალი კონსტიტუცია წაიკითხა მასში ტელევიზიაში არ ვიცი ყოველთვის იმ კონსტიტუციაში დღემდე წერია რომ ჩვენი ესე იგი მიზანი არის ნატო და ევროპა ვიცი რომ ევროატლანტიკური წელიწადიო ჩვენ არ გვიმართია საქართველოსთვის არ გვიმართია ჩვენ ხალხის სასარგებლოდო ჩვენ საქართველოს მართავდითო ტრების სასარგებლოდო და ამაში არ ნახეთ პასუხისგებლობა არავით არის ბიჭო მოინანია და ბოდიში მოუხადა საქართველოს ხო და იმის მერია რომ ისა პრიორიტეტი სუვერენიტეტის დავიბრუნეთ და ხალხმა ხმა მოიღეთ და შევაჩერეთ ამ ევროკავშირთან ურთიერთობა ბატონო გრიშა პირველი ვინც ცოტა გათამამებულა და თამამა და ეს ქართული ჟინით იყო ირაკლი ღარიბაშვილი და აი მას დღეს გამოგვიცხადეს რომ ღარიბაშვილი მისი სახლი გაიჩხრიკა სხვა მე არაფერი საწამდეგო და რაღაცა სათქმელი არაფერი მაქვს მე იმაზე მაგრამ საქმე იცით რა პასუხისგებლობის აღება კი მაგრამ პასუხისგებლობის აღება რომ ამდენი წელი მტერს და თქვენ ხა გჯერათ რომ ივანიშვილმა წელს გაიგო თუ შარშან რომ ესენი აი ესე ცუდად გიყურებენ და ათვალისწინებული ვართ რა თქმა უნდა მან იცოდა ხო და თუ პასუხისგებლობა ეკისრება სხვა ადამიანებს რატომ არ ეკისრებათ მათ ვინც როცა ჩვენ ვლაპარაკობდით რომ ესე არ შეიძლება კრემლის აგენტებს გვეძახდნენ და რუსოფილებს იყო ესე ნამდვილად და დღეს შარშან გაიგეს უცბად და დიდი ქართველები ჩამოყალიბდნენ გადაიქცნენ დიდი მე მუზეუმში სტალინის მუზეუმში მიკიდია ისა სინჯეპინისა და ისა ღარიბაშვილის ერთმანეთს ჩაძასტებული სურათი იყო ასეთი მომენტები რაღაცები კავკასიონი დაიცვა მან ლარვენდი ბერიამ კავკასია საქართველოს დაიცვა და აზერბაიჯანი და ყველა და გამოიგონა ატომური ბომბი რითაც გვიკავია დღეს სახელმწიფოებრიობა მაგრამ რაღაცა მოხდა ეთყობა თუ დააბრალეს თუ რაღაცა იყო ხო და დახლით ეს ასე რომ ცოდები ყველას აქვს მოდი თქვა არის ხო ასე გახმაურებული იყო თქვა კარგი იყო ნამდვილად პირველი წამდეგობა მაგა გაწია როგორ დაუკარგავთ მაგას ყველაფერს რასთან დაკავშირებით მე შეიძლება რაღაცა მოხდა რომელიც ჩვენამდე არ მოსულა გაიგე მე ისმის ბატონო გრიშა უბრალოდ აი ჩვენ ამაში ვერ თანხმდებით რომ ძალიან დიდი მსხვერპლის ხარჯზე მოხდა საბჭოთა კავშირის რაღაცა გარანტიების ესე იგი გარანტირებულობა მოხდა უამრავი უდანაშაულო ადამიანი იმიტომ რომ არ შეიძლება რომ სულ ყველა ყოფილიყო სამშობლოს პერი და კავშირი ქონდათ ეხლა არ არის სახელმწიფო ჰუმანიზმის სკოლა არ არის ეს არის დამსჯელი აპარატი რომელიც ესე იგი ჯიუტი იქნება არ გაყვება სახელმწიფოს ყველა ხარ მართავდეს სახელმწიფო მართავს არჩეული ხელისუფლება
შევინახარ სახელმწიფოს რომ ხელისუფლებას ეჩნები რომ არა ასე უნდა მართოთ ქვეყანა. არა, ამაში ხა ჩემზე ძალიან მოქმედებს როგორც ქართულზე, როდესაც ხედავ რომ იყურებენ რაღაცა როგორც არარავობას და თავისი უნდათ გაიტანონ, როცა ეკლესია, როცა ძალიან ბევრი მომენტებია, რა თქმა უნდა. პატრიოტიზმი რა არის? აი, არა რუსთაველზე ნაგვის ყუთების დაწვა. პატრიოტიზმი იყო ის თქვენ რომ მუშაობდით და თქვენ რომ იყავით ჩართული ომში. ხო და საქართველოს რომ იცავდით, ის არის პატრიოტიზმი. და ყუთების დაწვა კი არა. ეხლა ამბობენ რომ მოხერხილი იყო ისა, იმიტომ აი ამას რომ კაცი იკადრებს. აი ამ წყვილს რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები გავრცელებენ, იმას უნდა დაასხა ბეზირი და უნდა დაწვა. კი, მაგრამ როგორ მოხერხეს ეს რომ კაცი ხილავდა და ნახერხი არ დაგ ან მოხერხილი სხვანაირად არის. უამრავი კაფეა. ყველას აქვს ის ვიდეო კამერა. როგორ შეიძლება მოხერხო ხა ესეთი რაღაცა? ბიჭო, რასისულედია რა. აი რასისულედი ლამის არის აი სისხლი ჩამექცეს. ისე ხანდახან სოფლიოს დღევანდელ სოფლიოს რო უყურებ მახსენდებით ხომე და ისეთი აზრიც მაქვს რომ ერთი პირა რო წამოაყენონ სტალინი წარმოიდგინეთ რა მოხდება. ნიკო სტალინი გერა მე კარგი მაგალითად მოხერხეს მიიტყუეს რაღაცები თუ ამ ხელა ის აქვს რა ფანტაზია ამათ ძალიან კარგია მაგრამ ეს ხო სისულელია რო შევიდნენ თქვათ ესენი უფროსები რო შევიდნენ ეზოში და კიბეებზე რო ავიდნენ კარები ხო ღია იყო რატომ არ ავიდნენ კაბინეტში რატო არ დაждე რატო ტელეფონს არ მოკიდეს ხე რატო არ დაურეკეს ყველგან ირეკება სხვადასხვის იმ ტელეფონებით ეხლა მე მძარ ვარ იმ ტელეფონთან ხო სადაც გე თუ გინდა ამერიკაში დარეკე სადაც გინდა დარეკე ხო რომ ჩვენ ავიღეთ ხელისუფლება აგერ ყავს პრეზიდენტი არჩეული პრეზიდენტი აგერ დედაკაცი პრეზიდენტი ხო ეს სალომე ხო და აგერ პრეზიდენტის საგვარგლო კაბინეტში ძივად გავიმარჯვეთ ხალხი აგერ არის 100 რა 200,000 კაცი დაახლოებით 7,000 8,000 კაცი იყო რა არის ცოტა უფრო ბევრი იყო მართალია ნუ კარგი 10,000 იყო მეტი ხო არ იყო არა მეტიც იყო მეტი ბატონო გრიშა არა 200,000 იყო არა 200,000 ნამდვილად არ ყოფილა ხო რა არის ახლა ეს რა არის ეს პროვოკაციული ეს მესინდისკებცები აი როგორი რა მოთმინება აქვს კიდე კაცო ამ ირაკლის ან არა აქვს ნერვები ან ამხელა თავშეკავება როგორ აქვს რა კაცო რომ ამას უსმეს და ნორმალურად არის რა ნუ მე კიდე გიმეორებ ხელისუფლებაში ყოფნა და მართვა სათავეში ყოფნა არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება რატო გიყვით მხოლოდ უფლებები არ არის ვალდებულება და პასუხისმგებლობაა და ის რომ აი როგორც ჩვენ თქვით რომ ესე იგი თურმე შარშან მიხვდნენ რა არის ევროკავშირი ხო და შარშანლამდე სად იყვნენ რატომ მიუშვეს იქამდე რომ საქმე მივიდეს იქნება რამე გამოსწორდეს იქნება ანიქეთ გამოსწორდეს ანაქეთ გამოსწორდეს რაღაც მეჭვიშხიძე იარეს და ამოვიდა როგორ არის ეხლა ევროკავშირის თავმჯდომარე დააჯარიმაშე და გაატანე 5,000 ევროკავშირის თავმჯდომარე არა ეუთოს თავმჯდომარე მორიგე თავმჯდომარე ვინც არ უნდა იყოს ხო რაღაცა არის არა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრია ყველა შემთხვევაში ხო და ახლა აკისრია რაღაც მოვალეობა და უცხო ქვეყანაში ესე იგი ჯარიმა აკიდას 5,000 და წავიდა თვითონ აი ამ მომენტზე რა სიტყვით რომ დაჯარიმება მე უამრავ ლიტერატურას არ გასწავლით და ამ ხნის კაცი ვარ და ყველაფერი გამიგონია. ერთადერთი შემთხვევა მახსოვს, ერთადერთი შემთხვევა, რომ ნუქრადინი დაემუქრა თამარ მეფეს, რომ ცოლა წამოყევიო თუ არა შეფეყანა საბაოხებო რამეო და ვერ მოითმინა ამ მხარგრძელმა და სილა გააცნა მერს. ხო და წაიქცე ესა და რაღაცები და ძალიან ძლიერი იყო ეს მხარგრძელი და თამარ-მეფე გაუწყა როგორ შეიძლება ელჩის ცემა როგორ შეიძლება ელჩის ცემა თავსაც მოჭრიდი მეფეო მაგრამ ელჩობა უშველაო გაიგე და
მე ბოლოს უფრო მეტი ძღვენი გაატანეს რაღაცები კიდევ რომ და მიქონდა ოქრო და ვერცხლი თვლები და მარგალიტები დაყბაზე დამღა ხარგზელის კელაპტრის სიფსხო თითები აი ერთადერთი მე-12 საუკუნეში მეორე რა მოხდა ეხლა ნახოთ ჯერ პროცესში ვარ რა უნდა ნახოთ კაცო შობს მონობაში გადით კაცებულს თავისუფლების ძებნაში ამაში აბსოლუტურად გეთანხმებით მაგრამ მე ნახოთ რა როგორ ჯერ ხო პროცესში ვარ ძალიან კარგი შედეგი უნდა დაიდოს პირველ რიგში აი ორი რამე უნდა მოხდეს სააკაშვილი გადაიყვანოს საპატიმროში და კონსტიტუციიდან ამოიღონ რომ ესე იგი ევროატლანტიკური სწრაფვა არის ჩვენთვის თურმე მიზანი როგორ სასწრაფოდ ეხლა კანონები მიიღეს და ამ ნაციონალურ მოძრაობას და მიმყოლ პარტიებს გარდა მე იმასაც მიხედავენ და მე მგონი მიხედავენ მაგრად ესე იგი ამა თავი გაწირული აქვს რომ ან ქვეყანა უნდა იხსნან და ან აღარ იქნებიან თვითონ და სამშობლო შეწირულები იქნებიან როგორც ეწირებოდა ქვეყანას და ბატონო გრიშა 13 წელია ხელისუფლებაში არიან თვითონ ეს ხანგრძლივობა არაფერზე მიგანიშნებ და არ ფიქრობთ რომ ამდენი ხანი კაცო ნინიკო გეუბნები რომ შარშა ბოდიში მოუხადა კაცო მოუხადა ბოდიში და შენ ჩემი ბიძაშვილი ხარ და დათვის ბიძაშვილი ბოდიში მოუხადა რომ არ გვიმართია ჩვენ აი ამდენი წელიწადი საქართველოსთვისო და აწი ვაპირებთო მართოთო და დაიწყეს ერთი წელიწადია რას დაიწყეს ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნება ჩვენ არ ვიჩხუბოთ ბატონო გრიშა უბრალოდ არ ვიცი მაშინ სხვათა შორის ხალხის უმრავლესობა გაცილებით დიდი მხარდაჭერა ჰქონდა მაშინ ამ ხელისუფლებას ქართულ ოცნებას როცა ჩვენ კოჰაბიტაცია მივიღეთ მე მესმის ზეწოლა იყო რა თქმა უნდა იყო ზეწოლა ბუნებრივია რომ ზეწოლა იყო როცა ანტიდისკრიმინაციული კანონი მივიღეთ როდესაც ნაცების გადარჩენაზე იყო საუბარი იმიტომ რომ ირმა ინაშვილმა ორჯერ რეზოლუცია პარლამენტში წარადგინა და უარი უთხრეს და ისიც ხო ფაქტია ნახეთ რომ აი ესეთი პოლარიზება ქართული ოცნება და აი ნაცები დაშლილები მოშლილები თუ ვინც არიან და სხვა მეტი არავინ არ არის შუა გაკრეფილია ესეც სახელმწიფოს ნებს ანუ თავარია ხო იცით ნეტარ არიან ვისაც ჯერათ თუ ჯერათ ძალიან კარგი მე ეს არ მეწყინება მე გამიხარდება იმიტომ რომ მე ერთი სამშობლო მაქვს და მას საქართველო ქვია შენ უნდა გეხაროდეს ნამდვილად იმიტომ რომ მე ბრძოლი კაცი ვისაც სამშობლოსათვის ბრძოლია ყველას უნდა უხაროდეს ის შემართება რასაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს ქვეყნისათვის და ადამიანებისათვის რა უამრავი პრობლემა გვაქვს ამაზე ნუ ვიკამათებ ბატონო გრიშა ძალიან მიუხედავად იმისა რომ განათლების სისტემაზე ახლა დაიწყო საუბარი სკოლაში სკოლებში რას ვასწავლით ბავშვებს ვინ ასწავლის რას ასწავლის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და 13 წელი უსამშობლო თაობები გაიზარდნენ და მე ჩვენ გვიკვირს რომ დაუშვათ იქ ვიღაცა დედას იგინება თან გოგონა დაუშვათ რაღაცას წვავენ ასრულებენ ვიღაცის ფულის გამო ვიღაცის მითითებას ეს ხო შედეგი დაიდო სამწუხარო რეალობაა მე არავის მე ჩასაფრებული კი არ ვარ რეალურად მსჯელობ და თუ მაგალითად საქართველო მიაღწევს თავის სუვერენიტეტს და აქ ბავშვები ხო არის შიმშილებენ, შობადობა გაიზრდება, მიგრაცია შეჩერდება, სხვა ეროვნების ადამიანები ჩვენ ხედავთ ხო რა ხდება თბილისში, უკვე რა ვიცი. კაცო, მე ხა იმას კი არ ვამბობ რომ ამათ ფრთები ამოსვით და პატიოსდებ ეხლა ამ შემთხვევაში ხო არ მინდა მე რომ ხელისუფლებას რამე ნაპერწკალი მოხდეს ჩემგან, გაიგე? თორემ თუ ასე გაგრძელდება, გაიგე? თუ ასე გაგრძელდება კი ბატონო, მაგრამ თუ ამათმა შეანელეს, თუ ამათმა შეჩერდნენ
თუ ამათ ვაგიდებ, ხომ? მე გამოვალ წინა პლანზე და ჩემი ადამიანები. ხო და მე ერთ რამას გეტყვი ახლა, მე ერთ რამეს გეტყვი, მაგრამ მე ხელზე დაიხვეთ ყველა. არა, ბრძანეთ. არ უნდა თქვა. არა, თქვით, ბატონო გრიშა, მიწების გაყიდვაზე რა სიტყვით? აი ხა ბორჯომის ტყე გაიყიდა, არაბებმა იყიდეს. ბიჭო, ბორჯომის ტყეზე გაიყიდა, 5 კუბომეტრი რომ მინდოდეს, ვერ ვიყიდი, იმიტომ რომ ჩემგან იქიდან არაფერი არ რჩება. აუცილებლად უნდა იყიდო 1000 კუბომეტრი, რომ რაღაცა ორგანი გააგდებინო, გაიგე? კაცო, მე ყველაფერი ვიცი, კაცობა რა. ჯერ ეს უნდა გადავაგოროთ ესა ჯერ გლები ყავს შემოღეული ჩვენა ვართ ძაღლები რომელიც ერთმანეთს ვართ გადაკიდებული ეხლა ამ ჩვენ ერთმანეთის ჭამას უნდა დავალებოთ თავი ერთი ძაღლები ასე შობიან ფარაში მე 5 წელიწადი ვიყავი მეცხვარე ხო და ძაღლები შეერთდებიან და ერთიანად უყეფენ ამ გლებსა და ხო და ადამიანი მგელზე უფრო შეგლებული არ არის რომ მთელი ევროპა მთელი დასავლეთი რა თქვა პუტინმა იცი მე ერთი სიტყვიცაც არ მჯერა ამ ტამპისო არც მაგისი ამხანაგობამი და არც სიახლოვემი და დამთავრდა ყველაფერი ჩვენ შორისო როდის თქვა გუშინწინ როგორ გამოგჭა ხო არ ვიცი როგორ გამოგჭა ხო და მე ერთ ნაბიჯითაც არ დავიხე უკან გააკეთებენ ორმაგად გაუკეთებ და დაბომბავენ საერთოდ ჩავძირა პლანეტას იმას უკრაინას კი არა კონტინენტს ჩავძირა ამერიკას მაგარი ბიჭები ყავს როიცოდე მაგარი ბიჭები თუ არა აგერ თავისუფლება მისცეს ეთყობა ეს მისცა უფლება ბიზნესამ ირაკლის რომ აბა ერთი შეარჩიე გუნდი და ნახე და როგორ იქნება და აბა ვნახოთ რა ვიცი აბა ესეც წინა ხო არა იცით რაშია ცოტა საეჭვოა რომ ესე იგი ირკვევა რომ ეს წლები ჩვენ სადღაც ილუზიებში ცხოვრობდით ყველა თავისთვის იყო ფულს აკეთებდა და ჩვენ ესე იგი ამ გაჭირებულ საქართველოში ეს გაჭირებული ხალხი იცით რა არის მე ეს გამოძიების საკითხია პროკურატურამ უნდა გამოიძიოს რა თქმა უნდა მაგრამ მე მიჩნდება ცოტა რეალური კითხვა რომ ნუ თუ ესე შეიძლება და იქნებ დღესაც იგივე ხდება აი ამ ხმამაღალი ლოზუნგების მიღმა იქნებ დღესაც იგივე ხდება ბატონო ალბათ ხდება და რატო იცი საბჯერ 4ჯერ დაწერილი ტელევიზიით ისე თხოვნით რომ ვიჯო პება რომანოვების წითელ წიგნში შეტანილი შენობა ხომ სადაც ერთადერთი სტალინის დაფეხური გვაქვს ჩვენ საქართველოში ეს არის ლიკანის რომანოვების სასახლე მე 1000-იან უთხარი ვიჯო გარემონტა პატიოსა მე როგორ ვიტყვი ახლა ტყვის კაც ხო და გარემონტა სააკაშვილმა არაჩვეულებრივად მე დამიძახე სპეციალურად დავათვალიერე რამე არ იყო გადაადგილებული სტალინის ნივთები ყველაფერი ადგილზე ყველაფერი გაპრიალებული ყველაფერი გაწკრიალებული გაიგე რომ პინჯვარი გადავიწერე ამოდი მაღლაც ნახეო მე სხვის საწოლებში თვალიერების სურვილი არ გამაჩნია მეთქი თქვა და მაღლა არ მიდადა ქვევით რა სტალინს ეკუთვნის სტალინის არ იყო ასული მეორე სართულზე ისე გაატარა იქ რამოდენიმე დასვენება ვიცი ეს ოთახი ხო და ისა 7 წელში დაიწყო 10 წელში დაამთავრა და გახადა პრეზიდენტის სასახლე ესა ყველა უცხოელი ვინც ჩამოდიოდა რამეები და იქ ვიყავდა თვითონ მეორე სართულზე მეორე სართულზე და პირველ სართულზე ეს როგორც მუზეუმი ისია რა ანტიკვარული ნივთები და რაღაცები არის მანდა თავმოყრილი როგორც კვერცხის გული ისია
ხო და 12 წელში ესენი მოვიდნენ 13 წელში დაკეტეს ლუკე დადეს ყველა იმას და აკარეს პარკეტები ახალი დაგებული პარკეტები და ბალკონზე გამოიყანეს ბალკონზე დაყარეს ბალკონზე ღია ბალკონზე და აწვიმდა და ათოვდა სანამდე თავი არ მოვკადა მე აქ რა უნდა ამას რაღაცა არ ვიცი სახში წაიღეს თუ შიგნით შეიტანეს ვერაფრით ვერ მივაგენი ისა ყარაული ყავ დაყენებული რომ გრიშაუნიანი არ შევიდეს ამ ტერიტორიაზე ხო და მე განა არა მაქვს სალაპარაკო მაგრამ მე ამას როგორ შევირჩენ მე ან თავრობიდან ან იმ ღორისაგან ვინც იმ ამ შენობას ანგრევს და ამზადებს რომ იყიდოს ზორკაბიგან ფულის გადახდაც არ უნდა სანამდე ნოლამდე არ ჩამოვა მაგის ღირებულება ისე არ მინდა რომ შეგაგინო რა და იცით ეს ვინ და როგორ აკეთებს? როგორ გეგადრება გაზო რა არ ვიცი და არ მიჩხუბია ადამიანსმენია ხელისუფლებასთან რომ ამან შეჭამა ქვეყანა ამან გააოხრა ის შენობა ამას უნდა ესე არა კაცო არანაირი პასუხი არავინ არის არაფერი პასუხი ეს ერთი ფაქტი თორემ დანარჩენ ფაქტებზე მე ვილაპარაკ ერთი დაწყნარდეს ეს ქვეყანა ხო რომ მე ვიყო ნამდვილი თქვენი ოპონენტი და მე გეტყვი მე რაც ვაქვს სათქმელი დაწყნარდეს ეს ქვეყანა აი რა სიტყვით იმ ახალგაზრდებზე რომლებიც აპროტესტებენ და რაც მოხდა მაგალითად 4 ოქტომბერს ხო? რა საპროტესტებენ მაგალითად აი მე ჯერ აზერზე ვერ მოსვა რა საპროტესტებენ იქნება მე შენ მითხრა და მე გიპასუხე ხო მათი პროტესტი არაფერს არ ეხება მათ რომ ისაუბრონ რაღაცა დეტალურად იმ პრობლემებზე რაზეც თუნდაც ჩვენ საუბრობთ ახლა ხო მაგრამ ლაპარაკია აღარ გვინდა რუსული მთავრობა ვის არის რუსული მთავრობა აბა მივუთხარი აბა აბა მითხარ 1000-ჯერ მივმართე რუსულად ვათარგმნე ტექსტი ისე მივმართე წერილებით მივმართე ქვეშევრდომობა მომეცით რომ თქვენი ქვეშევრდომი ვიყო ან მოქალაქეობა მომეცით არ მინდა აქა გაიგეთ თქვენთან მინდა რუსებთან მინდა თელი ქვეყანა მეჩურჩულება ყურში გასო ნეტა რუსეთთან დაგვაბრუნა ნეტა რუსეთთან და ესენი ამათაც უნდათ განა არ უნდათ ვისი გეშინიათ შეგაიგაცო ეს ჯარიმას უწევთ მთელი ევროკავშირის წინააღმდეგი წახვედით ვისი კიდე ვინ დარჩა რომ გეშინოდეთ თქვენ რომ ტალახში არ ეგდო სტალინის ძეგლი გამაგებიეთ ვისი გეშინიათ რა ხო დაპირდი ბატონო ბიძინა ხო დაპირდი გორონებს რომ სტალინის ძეგლს დავდგამო რატომ არ უსულებ მესამე არჩევნები მოგაგებიეს გორონებმა იმის გულისათვის რომ ის ძეგლი აღადგინო ისე მართლა არის ვანდალიზმი თემა სოფლიო მიცის სტალინი და იმის მაგივრად რომ ესე ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ ჩვენ თვითონ არ ვიცი ეს რას ნიშნავს 98% არის სტალინის რეიტინგი რუსეთში ბატო 2% არის რომ ეჭვობს რომ შეიძლება 37 წელში ის იყოს დანაშაული ჩადენილი ზეგი მე 2%-ი ვარ თუმცა მე დღესაც კიდე გიმეორებ ერთი კვირა რომ წამოაყენო სტალინი მსოფლიოს ადგილს მიუჩენს და სიტუაციებს გაარკვევს საქართველოში მით უმეტეს მაგრამ მე მესმის რატომ არის ასეთი პროცენტობა ამდენი პროცენტი სტალინს რატომ აქვს იმიტომ რომ ის მეხსიერება თავრობას უთხარი მის წერილი გაუგზავნე 200 სისხლის სამართლის საქმე სავერშენდა სეკრეტნა ვიღაც გათახსირებულმა იზა ორჯონიკიძემ გამოიტანა მუზეუმიდან კგბ-ს არქივიდან და წაიღო ეს უნდა იყოს ლიტერატურის მუზეუმშიო რა უნდა მუზეუმში საიდუმლო დოკუმენტებს ქალბატონმა იზამ ნუ ხა გარდაცვლილია კარგი პოეტი იყო მან გამოიტანა და რატო არ დააბრუნეს ხო და ეხლა ვეძებ რამე დაიწვა
კი არ დაიწვა კაცო მე ვიცი სადაც იყო ესა მე ვიცი მოდი კაცო დამკითხეთ რა იცი სად წავიდა ესა და რო დადგებიან და რო ყბედობენ რომ ის მოკლა შამფური გაუყარა ყურებს იმოქლა ტიციანი მოკლეს იქნება წავიკითხოთ რატო მოკლეს როგორ მოკლეს იქნება სულ არ მოუკვლიათ და ისე წავიდა სადღაც ან რაღაცა სადა გაქვს დოკუმენტი რამისი აი ვინა ანდა 1000 ჯერ თხოვე რომ სასამართლომ გააუქმოს პადოშას კანონზე უნდა ცხოვრობდეს საქართველოს პადოშას კანონზე კაცო და რა კანონია ეს აი რა გზალის ჩვენი ის კომუნისტური პარტია ყველა ნიშანთვისება და ყველაფერი Gerbi agdales, droş agdales, imni agdales, საზოგადო სივრცეში სტალინი არ უნდა დადგასან, არ უნდა ახსენოთ ეს ყველაფერი. ვიჯო 111 ძეგლი დგას რუსეთში. 111 და მსოფლიოში რამდენი? 111 და 82 ძეგლი დაიდგა მარტო პუტინის დროს. პუტინის უფრო ახლობელია, დავიჯერო ახლა სტალინი ვიდრე საქართველოსი და ქართველი კაცის. არ ცხენიათ მაინც. და თუ გონიათ რომ რომელიმე სახელი გაახსენდება 100 წლის მერე თქვენი რომელიმე სახელი გაახსენდება ქართველ კაცს და ხომ მიდის 100 წელიწადი რაც არის და თანდათან მოდის თანდათან იმიტომ რომ თქვა დეგოლმა რომ სტალინი წარსულში კი არ გადაბარგდა არამედ მომავალში განიბნაო ის მომავალი მოდის სტალინის ეპოქა მოდის და რას გულისხმობთ ამ მომავალში გაბნევაში და რას ნიშნავს სტალინის ეპოქა მომავალში გაბნევა ნიშნავს იმას რომ კაცობრიობის საბოლოო მიზანი არის თანასწორუფლებიანობა, სოციალური თანასწორუფლებიანობა. და არა ის რომ ერთს ჰქონდეს 100 მილიარდი, 200 მილიარდი და მეორეს ბავშვი უკდებოდეს ფშიერი. ეს არ წერია, არ სახარება, არც რომელიმე საერთო წიგნში ეს არ წერია. არა, როგორ შეიძლება. არ წერია. ეს წერია მხოლოდ და მხოლოდ სტალინის წიგნში, რომელიც ანახა საზოგადოებას 70 წლის განმავლობაში რო ანახა შეგაიგაცო ისა 47 წელში 47 წელში ომის შემდეგ ფანჯრებში მინები არ იყო იმიტომ რომ სვანეთში რო იბომბებოდა ესა რო ზრიალებდა ესე ჩამოყრილი იყო სად იყო შუშა რამე ხო და სულ ეს ყვალიაკებში ვიჯექით ბავშვები ხო და 2 მეტრა თოვლი ხო ჩამოდიოდა ადრე ხა აღარ ჩამოდის იმდენი ხო და მივაპოვდით ცხრის ნახევარზე იწყებოდა სწავლა ღამე იყო მივიდოდით ხო და მაგის რო დავდებოდით მერხებს ესე ურტყამდით ფეხებს ერთმანეთზე და მასწავლებელი გვიწყებოდა ნუ ხმაურობთა რომ სისხლი არ გაგვყინებოდა რომ გაგეთფოთ ფეხები და იმის მაგერო შუშები ჩაესვათ და რაღაცეები იქეთ აქეთ და ან 47 წელში დაიწყო პირველად მოხმარების საქონელზე ფასების დაკლება. გაიგე? ბურღულეულს დააკლდა 15%, ხორცს დააკლდა 30% და ასე და ხალხმა და არაფერს არ ყიდულობდა ხალხი სანამდე 1 მარტი არ მოვიდოდა იმიტომ რომ 1 მარტს გამოვიდოდა და ის კიდევ ბრძანებულება ამ პირველადი მოხმარების საქონლის ფასის დაკლებისა და მერე იყიდნენ ასე ხო და ეს არის მარტო სტადიონების ამშენებლობა ეს სახლების აშენება ის აშენება მაგრამ არ მინდა არ გედავებით იმიტომ რომ გადავაგოროთ როგორმე ხალხი დაწყნარდეს
მე გამოიძებნება ის ხალხი რომელიც ნამდვილ გზაზე დაგაყენებს თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში ხალხი დაწყნარდეს ვის გულისხმობთ ვის გულისხმობ და პირველ რიგში შეგულისხმობ მე ხო შენ რატო რა დამაწყნარებს სანამ ეგეთი სიტუაცია მაგრამ მე არ ვამბობ რომ დავამხოთ ეს ხელისუფლება ნებისმიერი რევოლუცია ნებისმიერი დამხობა და ძალადობა ჩემთვის მიუღებელია ადამიანები თავისით უნდა მიხვდნენ ვითარებას მომისმინე აბა ნებაყოფილობით ბიზინა მოვიდა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კოჰაბიტაცია შესთავაზეს და მავნებლები ისე მავნებლებად დარჩენა ამ ქვეყანაში და დღეს რომ აი გუშინ და დღეს გაიმეორეს კიდევ პარამიძის გამოსვლა ისე გველაპარაკებოდა გეგმარება მაგის აშენებული იყოს ეს ხო და იმიტომ გითხარით ნახეთ როგორ აი მე მინდა რომ ჯეროდეს მაგრამ როცა შენ მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში ვერ გადაყავს ან არ გადაყავს და თან ამდენი ბავშვი მშიერი, ამდენი ბავშვი, ოჯახი, შობადობა, ნაკლები, სიკვდილიანობა გაიზარდა, პენსიონერებს 20 ლარის მეტ და რო ვერ იმეტებ და ხელფასებს იზრდი. და თან ნახეთ, მიშა აი ამ გაუბედურებული ხალხის ბიუჯეტის ფულით ყავთ შენახული. როგორ არ მქონდეს ხა მე ამაზე რეაქცია და რას ველოდო აი როცა აღარ შეეშინდება ბიზნეს მერე გადაიყვანე ეხა ეს ბიზნეს უნდა რომ იქ იყოს აბა მე მინდა მე ვწყვეთ ხელისუფლებამ ხო უნდა იზრუნოს რომ ბიუჯეტიდან ჩვენი ფულით კი არ აცხოვროს იქ ჩვენი ბრათ არის და ბავშვებს აკეთებს გადაიყვანოს საპატიმროში თუ სხვა მაგალითად დამნაშავე საპატიმროშია რითი ჯობია მიხეილ სააკაშვილი პირიქით მას უფრო უნდა მოეთხოვოს რომ ამ დღეში ჩაგვაგდო და აი ეს არ მესმის მე რა არა თვითონ არ უნდა დაიჯერეს შენ რა თვითონ არ უნდა იცით რა არის მე არ ვიცი უნდა თუ არა ფაქტია მიხეილ სააკაშვილი კიდე იქ არის და იქიდან კომპიუტერებით იმი და ძალიან დიდ ისა გულზეა და დიდი მოწოდებები აქვს და აი იმიტომ არის ფიცი მწამს ბოლო მაკვირებსო გადაიყვანე ელემენტარული რამ გააკეთე თუ შენ იმისი არ გეშინია და ესეთი მაგარი ხარ ხო ვინ რა უნდა გითხრას დამნაშავეზე სისხლის სამართლის დამნაშავეზე სამშობლოს ამომგდებ მოღალატეზე ვინ როგორ უნდა გაგიბედოს რამის თქმა გადაიყვანებენ ხო ხედავ იმაზე პატიმარზე კი არა გარეთ რო არის და იმას სიჯოპინთან რო არის ჩახუტებული იმ კაც მოკიდეს ხელი და ხო ხედავ რა დღეს შეარიან და ესაა ეხლა ჩემი მასას გადაიყვანებენ ოღონდ რო არის ერთი წელიწადია აი ირაკლი ღარიბაშვილს არავინ არ გამოეხმაურება მაგალითად ევროკავშირიდან ის რა ქვია მაგრამ სააკაშვილს აი ის ევროკავშირი და მათი და არა მხოლოდ ევროკავშირი ამერიკიდანაც ლობისტები ყავს და ეთქობა ამასერიდებიან აბა რას eriდებიან ნახევარი ფული საქართველოში რაც მოიხსნა იქ არის ევროკავშირში და ამერიკის ხო მესმის ამიტომ მაშინ რა ის რომ მექთამეები და გათახსინებული ხალხი არის იქაც და იქაც სამწუხაროდ კი არა ევროკავშირი არის საბჭოთა კავშირის ძალიან ცუდი ვარიანტი და მე რო ეს რამდენიმე წლის წინ პირველად თქვი აი მე რეები არ მიძახეს რეები არ მიწოდეს კრემლის აგენტი და ასე ვთქვა და ეხლა ბოდაშია ეხლა ადარებენ საბჭოთა კავშირს ოღონდ მე ხაზგასმით ვაბობ შენ ვერავი ცუდი ვარიანტი თუ მოიდომებ მაგრამ ორ სკამზე რო ზიხარ ხო მაშინ არა ხარ ძლიერი ამას მე არ მეხება ეს საერთოდ ამბობთ ხო არა შეგეხება ორ სკამზე როგორ ვზივარ მე დავიჯდე ორ სკამზე აი სახში რო წახვალ მაშინ დაფიქსდი და მაშინ გაიგე არა ორ სკამზე არ ვზივარ მე ვამბობ რომ მე იმ სკამზე ვზივარ რომლიდანაც გეუბნებით ბატონო გრიშა რომ თუ აკეთებ უნდა გააკეთო რომ დამარწმუნო მე სხვა ქვეყნის მოქალაქე ვარ და ჩემნაირადაც ბევრი ფიქრობენ აი ჩვენ ხო უფლება გვაქვს თქვენი აზრი გქონდეთ მე ჩემი ის ბოტანიკური ბაღი რო გააკეთა იმაზე რატო არ ლაპარაკობ სამება რო აგიშენა იმაზე რატო არ ლაპარაკობ იქ ეკლესიები რო დაგიდა თეატრი რო გადაგირჩინა ოპერის თეატრი რუსთაველის თეატრი რო გადაგირჩინა ამდენი ხალხს რო დაეხმარავი
აი ესე შურდახოცილები ამდენი ხალხს რომ დაეხმარა ის ხალხი არ უფასებს თვითონ პირველი ეგენი ემტერებია. არ უფასებენ, იმიტომ რომ მე რა ილია ჭავჭავაძე საქვს ქართველი ხალხი ხო იცი მოყურის მომი მტრის არ მცნობი ეს ხალხი ვარ ჩვენ კი მაგრამ მე არც ვემტერები არავის ბატონო გრიშა და არც ვემოყვრები ხა ძალიან ქართულ ოცნებას იმიტომ რომ მე მაქვს პრეტენზიები სანამ შენ არ დაუმოყვრდები ხო აი მანამდე იქნება სანამდე შენ ხო სამშობლოზე შეყვარებული ქალბატონი ხარ, კაციც ხარ, ქალიც ხარ, ისე კი არა კაცო ის რა ქვია მაგას, ვერვერუა. ხო, ეგრე არა. ეგრე არა. შენ ხარ მაია წყვეთელი, შენ ხარ თამარა ვაშროვლელი, რა ვიცი, აბა ვინ მოვიგონო ახლა, ისეთი რომელიც შენაირად იბრძოდა და შენაირად კითხე ძველ თაობას ვინ არის ძინო. მესმის ბატონო გრიშა მესმის და ასეთი თავრობა როდის ყოლია შენა აი თქვათ ერთი წელიწადი რაც არა ამ წელიწადში ძალიან ბევრი ცუდიც მოხდა საერთოდ ხელისუფლებას მადლობას ეუბნებიან რაც გააკეთა მაგრამ სთხოვენ რომ გააკეთოს უფრო ბევრი როდესაც არის სერიოზული ხელმოსაკიდი მაგრამ ბატონო გრიშა ჩვენ გვაქვს უფლება გქონდეს ჩვენი აზრები გააკეთო აგერ თქვენ და აგერ მე გააკეთონ ჩვენ სულ პროცესში ვარ მოდი შედეგი მე გეუბნები 1000-ში ერთი ვერ გააკეთა ესე იგი იმ ერთით წყდება ერთი არა რატო მიწები იყიდება სკოლებში საშინელი სისტემა სწავლების მიწებია იყიდება იმის კი არა ბიზნეს უცხოელებზე ხო ხო და ეგ არის საშინელება რომ სოფლიოში კაპიტალისტური სისტემა რა გინდა ყველაფერი უნდა გაიყიდოს გაიგე არაფერი არ უნდა დარჩეს არა მიწებს ყველა სახელმწიფო უფრთხილდება და ჩვენც უნდა გაუფრთხილდეთ იმიტომ რომ ჩვენი სამშობლო არ არის მზე მთვარეთ სადა ვარსკვლავები რამდენი ქალაქში რამდენი მიწა დაიბრუნა რომელიც დაყიდი ქონდა და რამე აი იპოდრომი არ დაიბრუნა იპოდრომი საერთოდ რატო გადაიტანა ბატონო გრიშა რამდენი ადამიანი გადარჩებოდა ახალგაზრდა ნარკოტიკებს რაღაც უთვისებებს ჯანსაღი ცხენთან ურთიერთობა მე რაღაცა კოლორიტული ისტორიული ის იყო იქ მე ვინ გააკეთა აღარ არის იპოდრომი სააგაშვილმა კი ბატონო მაგრამ შენ რას აკეთებ და ვინ გამოისყიდა მეთქი ხო გეუბნები ხო და დააბრუნოს გააკეთოს იპოდრომი რომ ხელმისაწვდომი ისეთ ადგილზე გადაიტანა იპოდრომი თუ მდიდარი არა ხარ ის უბრალო ბავშვი იქ ვერ ივლის არ შეიძლება ზოოპარკი და იპოდრომი სხვადასხვა ზოოპარკი და იპოდრომი უნდა იყოს არა გარეთ რამდენი წელი იყო იპოდრომი ქალაქში და რო იყო მაშინ სპეციალისტების სახლი რო არის სპეციალისტების სახლი იქ იყო ბაზარი შე პატარა ხარ და არ გემახსოვრება იმის იქეთ იყო ტყე უდაბური ყველაფერი რამეები ჩვენ სამხედრო იმაში წვდებზე დავყავდით იქა რა და ეს სასროლეთი იყო და რა ვიცი არავინ არ ცხოვრობდა ხო მაგრამ ნახეთ რაღაცა კოლორიტი იყო ქალაქში და მე ვამბობ რომ ახალგაზრდებისთვის ჯანსაღისთვის და ცხენთან ურთიერთობაზე კარგი რა უნდა იყოს ბიჭო მაშინ იყო ქალაქ გარეთ ისე როგორც არის თბილისის სხვა ქალაქ გარეთ თბილისის სხვა ეხლა ის კი არის ქალაქ გარეთ თბილისის სხვა იქნება თბილისის ცენტრი თვა ცენტრი ვერ იქნება და ესეც წლების განმავლობაში მე ბავშვობიდან მახსოვს რომ იქ იყო იპოდრომი და ქალაქის ცენტრში იყო უკვე და მშვენივრად იყო არავის არ აწუხებდა შიგნით იყო აბსოლუტურად ის კი არა რესტორანიც იყო იქვე ბუდაპეშტი ერქვა თუ რა ერქვა აღარ მახსოვს ბიჭო ბუდაპეშტი იყო დამთავრდა ჩვენი დრო ბატონო გრიშა ჯერ დამთავრდა რა დამთავრდა ის დამთავრდა გავიდა აი საინტერესო საუბრის დროს მალე გადის დრო აი გენაცვა ძალიან დიდი მადლობა ბატონო გრიშა მე ყვებით პათოში ღმერთ მაქნას ბოდიშის მოხდა არ არის ძნელი როცა ცდები და როცა სხვა მართალია და გამოჩნდება მე მზად ვარ შენ მაშინ ბოდიში უკვე მოხდილი გექნება აი ნახოთ ნეტა ესე იყოს აი ესე იქნება მე გაწუნებ 1000%.
გემშვიდობებით ბატონო გრიშა და გმადლობთ რომ იყავით ჩვენთან. კარგად იყავით, ჩემი დაიყო ხადა, ჩემი ამაზი გოგო. გმადლობთ. მე ცოტა ხანში დაბრუნდები ეთერში.